აი ოცნების ეს პოსტერები არავამ საერთოდ მშვიდობა და აი დანგრეული ამორალური იყო პირველი ხარ სხვა შეფასებას პირველი ვერ მიცემ იმიტომ რომ თავს უკრაინის საელჩომაც კარგი თამაზე განცხადება და უკრაინის თავის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც არ შეიძლება ზოგადად ამორალურია და არა ადამიანურია და არა ქართულია ქართულობას ყოფილება არა ქართულია სხვის გასაჭირზე კაპიტალიზება არ შეიძლება სხვის გასაჭირზე კაპიტალიზება და იმასთან დროს ყოფილი იყო ამორალური ჩემი ტერორი შემცველიც იყო იმიტომ რომ შენს თანამოქალაქეებს მუდმივ შიშია ცხოვრება მუდმივი შიში ტერორია სხვა არაფერი არა მუდმივი შიშის კულტივირება და ემოციებზე ადამიანის ემოციების დამშევა ტერორი და მესამე ეს იყო მოღალატეობრივი მათ შორის შენი ისტორიის და მომავლის წინაშე იმიტომ რომ ამ ბანერებზე ისე იყო ყველაფერი გამოტანილი რომ თითქოს უკრაინის ბრალია ის რომ უკრაინელი ბავშვები იღუპებიან და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიები ამ მართლმადიდებლური ეკლესიების ბომბავენ ხო სემპლეში ამ ბანერებზე არ ჩანდა ვინ იყო ამ ყველაფერი დამნაშავე ჩანდა ის რომ უკრაინას რაც შეეძლო თითქოს ეს აერიდებინა ხო ანუ ის იყო სიგიჟე ხო მარტო თითქოს იყო ამორალური საქციელი იყო სხვის გასაჭირზე მოკლულ ბავშვებზე და დანგრეულ ეკლესიებზე და ქალაქებზე საარჩევნო დივიდენდების მიღების თეორია და იყო საკუთარი პოზიციაში ძალიან დიდი ხალხი ჩემი აზრით განსაკუთრებით მაშინ როცა იცი რომ უკრაინელები ყოველთვის ახალგაზრდობი იქნებოდა ეს 2018 წლის შენ ფიზიკურად ეხმარებოდნენ და აი რატო გააკეთებდა ამას ოცნება ჩემს ეს საინტერესო იმიტომ რომ თუ უფრო დააზიანებდა ეხნოსებას მართლა გააკეთებდა რაღაცა ბენეფიტი აიღო ოცნება მაშინ აიღო მე მგონია რომ აიღო იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა რომელმაც ბოლო 30 წელში რომელსაც ბოლო 30 წელში ჰქონდა ყველაზე მეტი ომი რუსეთთან ომის მიღმა ჰქონდა რამდენიმე კონფლიქტი როგორც ომი უბრალოდ არ დაკვალიფიცირდა ესე ვთქვათ რომელსაც აქვს მოუშვებელი ჭრილობები მათ შორის დაპირისპირების რომელსაც აქვს და რომელმაც ვერ მოახერხა ამ წლიდან გასვლა რაც ეტაპზე ჩვენ მქონდა ამის შანსი ვთქვით გავდივით და ყველაფერს რაიმს თავი დავანებოთ პირველი ჩვენ მოყავდა 21 საუკუნეში პუტინის შეკავება მოუწია სამწუხაროდ და ამიტომ ეს მოუშვებელი ჭრილობები არსებობს